გამარჯობა, გადაცემა უნივერსია არის ეთერში, გადაცემა, რომელიც ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის ირგვლივ არსებულ ყველა წამოწყებას, ყველა პრობლემას, ყველა სიახლეს და ასე შემდეგ. და ბუნებრივია, მათ შორის მუსიკასაც, რომელსაც ჩვენი უშუალო ეს გადაცემა ეძღვნება და ბუნებრივია, მუსიკა არის სფერო, რომელიც არც ერთ ინტელექტუალს არ ტოვებს გულგრილს. რიგ შემთხვევაში, ალბათ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები მიდრეკილები არიან მუსიკის მოსმენისკენ, მაგრამ რიგ შემთხვევაში გვხდება მოსაზრება, რომელიც ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი და ზოგი ინტელექტუალი საერთოდაც ამბობს, რომ მუსიკა არის უაზრო ხმაური და რაღაც თვალსაზრისით ფუჭი სიამოვნებაც. ცხადია, ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის განმავლობაში იმ ამბებთან ერთად, რაც მუსიკასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ბუნებრივია მე წარვადგენ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს და პირველ რიგში წარვადგენ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნები არიან უნივერსიტეტისთვის, გულისხმობ სტუდენტებს. გამარჯობა, მოგესალმებით, მასე დავით გალაშვილი, გამარჯობა, გუგა როგავა, ნატა ელბაქიძე, მარიამ გუგუნავა, დავით მაჭავარიანი და შოთა ნამურაძე გახლავანთ ჩემი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ბატონო კახა მოგესალმებით ჩვენი გადაცემის მთავარი სტუმარი ადამიანი, რომლის შესახებაც ბუნებრივია ყველა მელომანმა იცის, განსაკუთრებით სხვა შორის ჯაზის მოყვარულმა, მაგრამ არა მხოლოდ ჯაზის მოყვარულმა, ბატონ კახას აქვს გადაცემათა ციკლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც გულისხმობს მთელი მუსიკის ისტორიას და ამ მუსიკის კავშირს საზოგადოებასთან. ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი, ბატონი კახა თოლორდავა, მე ვიტყოდი ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი მუსიკის შესახებ. ბატონო კახა, იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენი გადაცემა ბუნებრივია ტრიალებს უნივერსიტეტის ირგვლივ, ცხადია, ჩვენი თქვათ მთავარი რაკურსი და ფოკუსი იქნება ამ შემთხვევაში მიმართული ახალგაზრდებისკენ. როგორ მუსიკას უსმენენ დღეს ახალგაზრდები ერთი და რამდენად გულისხმობს თქვენი აზრით თანამედროვეობას მუსიკალური თვალსაზრისითაც მათ შორის მიმდინარე მუსიკალური პროდუქციის მოსმენა. არის თუ არა მაგალითად კარგი გემოვნების მქონე რომელიმე თქვათ ახალგაზრდა, ცხადია, გემოვნება ძალიან რთულად თქვათ განსასაზღვრის საკითხია, მაგრამ მაინც პირობითად ვისაუბროთ, რომელიც უსმენს მხოლოდ მაგალითად ან ჯაზს, ან კლასიკურ მუსიკას და არ უსმენს მაგალითად ელექტრონულ მუსიკას. აი, როგორ შეიძლება თქვათ აქ ჩვენ რაღაცნაირად თქვათ სხვარი გავაკეთოთ? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის პატივია და ძალიან სასიამოვნო თქვენთან გასაუბრება. და მოდე ასე დავიწყოთ და ასე მოგახსენებთ, რომ ასეთურად გეთანხმებით იმაში, რომ მუსიკალური გემოვნება და ზოგადად გემოვნების საკითხი ცოტა ძალიან ძნელი დასაფიქსირებელია და ძნელი მოსახელთებელია, ვინაიდან პირველ რიგში და მუსიკასთან დაკავშირებით. და მე შემჩნეული მაქვს და მე ეს კარგად ვიცი და მე ამას ძალიან გაურბივარ ჩემ გადაცემებში, ყოველთვის რაღაცა გარკვეულ ქედმაღლობასთან არის კავშირში. ანუ მუსიკალური გემოვნება და მოდი მე მუსიკაზე ვისაუბრებ, არ უფრო რაღაცა ზოგადად აიგავს. ყოველთვის რაღაცა გაყენებს იმ მდგომარეობაში, თუ შენ მზად არ ხარ იმისთვის, რომ გადახარშო ის რა აკუსტიკური რეალობა შენი ნაწილი გახდა, რომ ცოტა ზევიდან დახედო ვიღაცებს და რაც თავარია, მერე დაიწყო ვიღაცების გემოვნების გადაკეთება. ეს ძალიან ხშირად ხდება მთელი ჟურნალ-გაზეთები, მთელი ინტერნეტ სამყარო ძირითადად ამაზეა აწყობილი და სწორედ ეს არის მე რო შემეკითხო ესეთი ძირითადი ქაოსის გამომწვევი. შეიძლება კი კარნახი გემოვნების. მე რო შემეკითხო სრულიად გამორიცხულია. განსაკუთრებით და მოდით რაღაცასაც ნუ დავივიწყებ, არიან მუსიკოსები და არიან მსმენელები. არიან გარკვეული კატეგორიის მუსიკოსები და არიან აგრეთვე გარკვეული კატეგორიის მსმენელები, რომლებსაც და მე ყველაზე კარგ შემთხვევაში გულისხმობ, გარკვეული ძალისხმევა ჭირდება იმისთვის, რომ გაიგოს ამა თუ იმ მუსიკოსის ინტენციები. აუცილებელია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე მაინც გონია, რომ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ამ აკუსტიკურ რეალობაში, სხვადასხვა ტერიტორიებს გულისხმობ მე არ გულისხმობ მხოლოდ თანამედროვე მუსიკას, მე არ გულისხმობ კლასიკურ იდიომს, რომელიც მე რო შემეკითხო რაღაცნაირად ისე
დიდი იმისავით ძეგლივით დებს და რაღაცა გემოვნების ამთვლელი მათ იწყება. რაც მე რო შემეკითხო სრული ძალიან დიდი სისულელია. ანუ შეიძლება კლასიკურ მუსიკას ადამიანი არ უსმენდეს, მაგრამ ითვლებოდეს. რა თქმა უნდა, დიდებულ იაპონელ ახალგაზრდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მე სწორედ მაგითი მიყვავს საუბარი და საბოლოო ჯამში ჩემთვის არსებობენ ორნაირი მსმენელები. პირველი არის ის, ვინც უსმენს იმას, რაც მას უყვარს. და მე რო შემეკითხო ამაში ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს და არც არავის ამის უფლება არ აქვს. და მეორე არის უკვე მსმენელის ის კატეგორია და ჩემთვის ეს ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ ეს სწორედ ესე დავიწყე მუსიკის სმენა, მე ამ შემთხვევაში გამიმართლა, ვისაც ზოგადად მუსიკა უყვარს. და ნებისმიერ ძალისხმევას იღებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მის შესახებ. არა მხოლოდ და მხოლოდ, პირველად ის შემეცნებით, არა მხოლოდ კითხვით და კონცერტებზე სიარულით, მოსმენით და კონცერტებზე სიარულით, არამედ ბევრი კითხვით და რა თავარია, თუ ამის დრო გაქვს, თუ ამის საშუალება გაქვს, მე უბრალოდ გამიმართლა. მე ბოლო 6 წელი მუსიკას უსმან, მუსიკაზე ვლაპარაკობ და კიდე ამაში ფულს მიხდიან. ეს ყველაზე უცნაური რამ არის. ესე რომ მე ამის საშუალება მაქვს, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მართლაც და მე აქ როგორც ხედავთ გემოვნებაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ისეთი რაღაცების მიღებაზე, ისეთი კარის გახსნაზე, ან ისეთი კარების გახსნაზე სიღრმეში, შენ სიღრმეში, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ შენში შემოვიდეს არა მხოლოდ რაღაცა აკუსტიკური მაგალითები ამა თუ იმ მუსიკალური ტერიტორიის, არამედ ყველაფერმა ამან უკვე შემეცნების სხვა დონეზე აგიყვანოს. ელემენტარულად გააჩინოს შენში ის ინტერესის ველი, რომელიც შეიძლება გადაგისრულოს ძალიან ესე მარტივად და უხეშად რო ვთქვა, რაღაცა წიგნებისკენ, გადაგისრულოს რაღაცა სხვა აქტივობისკენ, რაღაცა სხვა რაკურსი გააჩინოს. ძალიან სიმპტომატურია შეიძლება ასევე ცოტა ნაივურ კითხვაზე პასუხი. რა მუსიკას უსმენ? ეკითხებიან ხოლმე, ხო, როგორც წესი, როცა ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და უმეტესწილად გვხდება პასუხი, რომ ყველა ჟანრში კარგს. აი, აქ როგორ შეიძლება ვთქვათ, ჩვენ დასკვნა გამოვიტანოთ. შეიძლება ადამიანი უსმენდეს მაგალითად პოპ მუსიკასაც და შეიძლება უსმენდეს ატონალურ მუსიკასაც. აბსოლუტურად. ერთნაირი სიამოვნებაა. აი სწორედ მე მგონი რომ ამ შემთხვევაში უკვე სწორედ შესაძლებელია რა თქმა უნდა არა გემოვნებაზე, არამედ ცოტა იმ გახსნილობაზე საუბარი, რაც რითიც მე დავიწყე, ხო? ესეთი მსმენელი ყოველთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს, ის კაი მსმენელია, ამა თუ იმ მუსიკის მოსასმენად, ის გახსნილია ნებისმიერი სახის ორგანიზებული საუნდის მიმართ და რაც თავარია ამ დროს ის ძალიან ბევრს იღებს, ვინაიდან ამ საუნდს მოყვება ის ტერიტორიები, ის ხალხები, ის რაღაცა ჩვევები, ხო, საიდანაც ამ ყველაფერს იღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ამას კიდევ გაყვება, რა თქმა უნდა, მისი შემეცნების დონე მაღლდება, უნდა არ უნდა ესე ხდება ეს. კითხოთ სტუდენტებსაც. ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო. წესით არც მუსიკალურ გემოვნებაზე უნდა დაობდნენ. როკი, რეპი, ჯაზი, კლასიკა, ფოლკლორი. ზოგს რომელი ჟანრი უქმნის განწყობას, ზოგს რომელი. ის კი უდავოა, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლეს ერთი სიტყვა, მუსიკა აერთიანებს. ქუჩაში ყოველთვის შეხვდებით რომელიმე ჟანრის მოყვარულ ახალგაზრდას, რომელიც ყურსასმენებით უსმენს ბოლო ხმაზე ჩართულ ფავორის სიმღერას. ნოემბრის ამ შემოდგომისეულ დღეს გავარკვიოთ, როგორი მუსიკალური გემოვნება აქვთ ახალგაზრდებს 21 საუკუნის საქართველოში. ძირითადად რა მუსიკასაც უსმენ შემოიფარგლება ჯაზით, ასევე ძალიან მიყვარს Pink Floyd-ი, Beatles-ი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქართულ მუსიკას, თითქმის საერთოდ არ უსმენ, ეს რასაკვირველია, სამწუხარო ფაქტია. ქართული მუსიკა უკანა პლანზე ვფიქრობ ვიღაც მიერ გაწეული კი არ არის, უბრალოდ ალბათ უნდა შეექმნან ისეთი, რომ ამას კონკურენცია გაუწიონ და თვითონ მუსიკოსებმა ისეთი ხარისხის მუსიკა შექმნან, რომ ქართული რომ მოხდეს, ამას მოусმინოს ხალხმა და არა სხვა მუსიკას. ის მიზეზი თუ რატო არ არის ქართულ საზოგადოებაში ისეთი პოპულარული ქართული მუსიკა, არის თვითონ მიწოდების პრობლემა. რატომღაც მუსიკოსები თვლიან, რომ საზოგადოებას არ უნდა ხარისხიანი მუსიკა და შესაბამისად ისე ფართო მასებისთვისაც არც არის ცნობილი. თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას უსმენ, არ მაქვს რაღაც ამოჩევებული ერთი, რასაც უსმენ ხოლმე, მაგრამ ძალიან მიყვარს classic rock, რასაც ეძახიან, Led Zeppelin და ასე შემდეგ. ზოგადად ეს რაც შეეხება ლუცხოვურს, ასევე ძალიან მომწონს ქართული სიმღერები, ასე ვთქვათ, ხალხური სიმღერები, ესტრადას არ გულისხმობ. იმისთვის რომ მუსიკოსი განვითარდეს, ზოგადად უნდა უსმინოს განსხვავებულ ჟანრებს, მაგრამ რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ქართული მუსიკა არის მეორე პლანზე გადაწეული.
აქტუალური და მტკივნეულიც არის კი, მაგრამ თავად ეგრეც ვერ ვიტყოდით, რომ მეორე პლანზე არის გადაწეული. უბრალოდ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში არის უფრო მეტად მიღებული ქართული მუსიკის მოსმენა, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდობა, ანუ უბრალოდ დღევანდელ ახალგაზრდობაში პრიორიტეტული არ არის. ქართული მუსიკა რომ უკან არის, ეს არ არის ხალხისბრალი, არ იქნება შესაბამისად გემოვნებიანი და რაც იქნება, როგორ გითხრათ, თვითონ მუსიკოსებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ აი რამენაირად გაიფართონ თავიანთი არეალი. ცუდია ის, რომ ქართულ პროექტებში უპირატესობა ენიჭება უცხოურ სიმღერებს და ქართული სიმღერები უკანა პლანზეა გადაწეული. თითქოს უცხოურ სიმღერას ადვილად ასრულებენ ხოლმე და ქართული შესრულება უჭირთ. მოგვიყვეთ ჩვენ მოусმინეთ ქუჩაში დიდწილად ახალგაზრდების მოსაზრებები მუსიკასთან დაკავშირებით, მუსიკალურ გემოვნებასთან დაკავშირებით, თუ რას უსმენენ ისინი და ახლა გავიგებთ რას უსმენენ სტუდენტები, რომლებიც ჩვენი სტუდიის სტუმრები გახლავან. დავიწყოთ თქვენით. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი პრობლემა საერთოდ რასაც ვისმენ ხოლმე, ხომ, ეს არის ძიების პრობლემა არის ხოლმე ახალგაზრდა მსმენელებში. რაღაც კონკრეტული ნიშის ამორჩევა და მხოლოდ მისი მიდევნება ეს არის რაღაცა მუსიკალური მსოფლმხედველობის სივიწროვე, ასე მგონია. რადგან ძიება ეს მოიცავს იმას, რომ სხვადასხვა ჟანრებში გახვიდე, სხვადასხვა მომღერლებს თუ შემსრულებლებს მოусმინო და ამ პროცესში შენ ნელ-ნელა ჩამოიყალიბო შენი გემოვნება. ის რომ თქვათ მე რაც ახსენეს რომ თქვათ ქართულს არ უსმენენ, ეს არ ნიშნავს იმას რომ რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ ქართული მუსიკის ნაკლოვანებაცაა ის რომ ნაკლებად მიიზიდა თქვათ ახალგაზრდა მსმენელი, მაგრამ არ არის ის რომ არ ქონდეს ქართულ მუსიკას საერთოდ მოსასმენი. ხომ არის ის ტენდენციაც რომ შეიძლება რაღაცნაირად, ნუ აი გამოვიყენოთ ეს სიტყვა, უფრო რადიკალური სიტყვებიც არსებობს, მაგრამ ახლა აკადემიურ სივრცეში ვართ, ესირცხვილებოდეთ ქართული მუსიკის მოსმენა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ჟანრში იქმნება დღეს ვთქვათ ქართული მუსიკა და შეიძლება ვიღაცამ აი მანერული თვალსაზრისით თქვას რომ არა, მე მირჩევნია რომ უცხოურს უსმინო, თუნდაც შეიძლება ვთქვათ ხარისხი თანაბარს. მე მგონია რომ შეიძლება ესეთი რამ სჭირდეს გარკვეულ ნაწილს ადამიანების, მაგრამ აი რაოდენობრივად რასაც ვუყურებ ხომ, ახალგაზრდების უდიდესი რაოდენობა მაინც უფრო მეც უცხო მუსიკას უსმენენ. კი, ეს ფაქტია. კი, თუ ეს სირცხვილებად ეს ნამდვილად შეიძლება ვიღაც ადამიანების პრობლემა იყოს, თუმცა ქართულ მუსიკასაც თავის მხრივ დღეს ნამდვილად აქვს ის პრობლემა, რომ იქმნება ძალიან წირი რაოდენობა და თუ კი თქვათ უცხოეთში იქმნება, მაგალითად ბრიტანეთი ავიღოთ, რომელიც ძალიან კარგი ადგილია მუსიკის თვალსაზრისით, იქმნება ძალიან დიდი რაოდენობის მუსიკა და ამ ძალიან დიდი რაოდენობის მუსიკიდან იქმნება ნაწილი შედევრები, ნაწილი ძალიან კარგი მუსიკა, ხო? აქედან უკვე იხშირება და ადამიანი ირჩევს უკვე საკუთარ გემოვნებისამებრ და საქართველოში სიმწირის გამო ეს ცალკე პრობლემაა, რომ აი ასარჩევი ნაკლები გაქვს რომ მოიწვიოს. იგივე პრობლემებია სხვა დარგებშიც ხელოვნების. რომელიმე თქვენგან სხვა არ სურს აღნიშნულ საკითხზე, კი ბატონო, გისმენთ? მე ჯერ ბატონი კახას რა თქმა უნდა რაღაც ნაწილს გამოეხმაურები. სხვადასხვა სივრციდან რაღაც ჰარმონიული ჟღერადობის პორტირება, ანუ სხვა სივრცეში და შემდეგ უკვე ამის რაღაც გადასხვაფერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მუსიკას თავიანთი კოპიერების დამიხედვით აყალიბებენ. ანუ მაგალითად ან ნიჩეს მაგალითი შემიძლია თქვა, ნიჩეს მოწონდა ვაგნერის მუსიკა, იმიტომ რომ თავის ფილოსოფიას და ამ ესეთი ოპოზიციები ბრამსი, ვაგნერი. კი ბატონო, იმიტომ რომ თავის ფილოსოფიას ანუ კარგად გამოხატავდა ეს მუსიკა, ხო თქვათ, ეს ჰარმონიული ჟღერადობა. რაც შეეხება ზოგადად ქართულ სივრცეს და ქართულ რეალობას, პირველ რიგში გემოვნების ჩამოყალიბების საკითხი ეგ არის სოციალიზაციის რაღაც ეტაპებში უნდა ვეძიოთ. საქართველოში ნაკლებად არის ესეთი სივრცეები, სადაც შეიძლება რომ ადამიანებმა თავიანთი რაღაც სუბკულტურის გამოხატულებები, ესე რომ ვთქვათ,
გემრიელად გამოხატონ, ანუ რას გულისხმობ? მოკლედ ბრიტანეთშიც, ანუ დასავლეთის ქვეყნებში არსებობს ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანები კომფორტულად და კარგად ურთიერთობენ ერთმანეთში, აქ მივდივართ რაღაც განსხვავებულის მიუღებლობაზეც. თუნდაც აი Sex Pistols-ის მაგალითი რო ავიღოთ, იყო რაღაც პერიოდი ბრიტანეთში, როცა Sex Pistols-ი იყო მიუღებელი. მაგალითად, როცა ისინი საფრანგეთში ჩადიან იქაურ საზოგადოებას. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თქვა Sex Pistols-ის ის ექსპერიმენტი, როცა მან My Way იმღერა, თქვა სხვა ტონალობით, თქვა გაიმეოროს რომელიმე ქართველმა მუსიკოსმა, მაგალითად თბილისის შემთხვევაში ამას პროტესტი მოყვება თქვენი აზრით. ეს თვითონ ზოგადად საზოგადოებაზეც არის პრინციპში დამოკიდებული, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კონსერვატულია საზოგადოება. თუმცა ზოგადად ქართული ფენომენი, ქართული მუსიკალური ფენომენი, ანუ ჩემთვის ცოტა გაურკვეველი რჩება იქიდან გამომდინარე. მე მაგალითად ყავს მეგობრები, რომლებიც შემიძლია ვთქვა, რომ კარგ მუსიკას აკეთებენ, თუნდაც როკ-ენ-როლის ჟანრში, მაგრამ ანუ ქართული ფენომენი რა არის? ანუ ჩემთვის პირველად უნდა განისაზღვროს რაღაცა ცნება, ანუ ქართულ ენაზე რომ ღერი ხარ, ან ქართული მოტივები როცა აქვს შენ მუსიკას თუ უბრალოდ ეთნიკურად ქართველი როცა მღერის ქართულ მუსიკას, ხო? ანუ ეთნიკურად ქართველები მღერიან. საინტერესო საკითხი. ხო, ეთნიკურად ქართველები მღერიან, სიტყვაზე ვამბობ, როკ-ენ-როლს და მე ძალიან მოწონს ეს და პრინციპში ბრიტანეთში რო ცხოვრობდნენ ის ადამიანები, მოკიდებდა ვიღაც პროდიუსერი ხელს და გახდებოდა ცნობილი მომღერალი. შესაბამისად, აქ შეფუთვის პრობლემაცაა. ანუ ის რომ სიტყვაზე ვამბობ, ანუ ახალგაზრდები ნაკლებად უსმენენ ქართულ მუსიკას, პროდიუსინგის პრობლემა უფროა, იმიტომ რომ ანუ ცნობილი არ არის, ხო, პრინციპში ეს ჯგუფები ცნობილები, იმიტომ არ არიან, რომ ზოგადად არ მუშაობს პროდიუსინგის სისტემა აქ და ზოგადად ისე რაც შეეხება გემოვნებას სხვა ანუ ბატონმა კახა მახსენა ისიც რომ რაც გიყვარს როცა იმას უსმენ ნუ ეს სხვა ამბავია და როცა რაღაც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში გადიხარ სხვადასხვა ჰარმონიულ ჟღერადობებში ამას ჭირდება დიდი ძალისხმევა ჩემი გამოცდილებიდან მესმის უბრალოდ მე ზოგადად ტენდენციას თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით მე ბუნებრივია არ გულისხმობ იმ მუსიკას, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით და ვახსენეთ ჟანრები, თლად დავეთანხმები და რატომ? ცოტა ურბანიზებული ფოლკლორის ტიპის, რაც თქვა დღეს ჩვენ გვხდება, ხომ? ძირითადად თქვა ცოტა ისეთ ყვითელ შოუებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მუსიკალურ, თქვა ნაწარმოებებს დავარქვათ ასე კი ბატონო, აქვს მილიონობით ნახვა, ქართულ ნაწარმოებებს. შეიძლება ეს მუსიკა თქვა ჩვენთვის მოსაწონი არ იყოს როგორც მუსიკა, მაგრამ მე მგონია რომ ამ შემთხვევაში თუ კი მაინდა-მაინც ჩვენ ვიტყვით რომ ამ ხალხს არავინ არ უსმენს, ამას ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს. რაღაცა ტიპის თქვა მოტივებზე შექმნილ თანამედროვე ნახევრად ფოლკლორული ტიპის თქვენ ხვდებით ალბათ დაახლოებით რა ტიპის მუსიკაზეც გელაპარაკებით, თუ დიდწილად თქვა ეს ექსპერიმენტულ ჯგუფებს მათ შორის საზღვარგარეთაც ნამდვილად არ აქვს ამდენი ნახვები თქვა სოციალურ ქსელში ან თქვა რომელიმე აპლოუდ საიტებს 2, 3, 4, 5 მილიონი ნახვა აქვს სუფრაზე ჩაწერილ სიმღერებს თქვა გიტარით რაღაცა მაგნოლიაზე სიტყვაზე ვამბობ ხო ამიტომ მე მგონია რომ ცოტა სხვანაირად არის ერთსაც დავამატებ ანუ ჩვენთან კიდე არის პრობლემა რომ საზოგადოება მსმენელები იყოფიან რაღაც ბნელი კატეგორია არსებობს და არსებობს კატეგორია რომელიც თავისი აზრით უსმენს გემოვნებიან მუსიკას ანუ უფრო რაღაც აროგანტულები არიან დიახ ჩემი აზრით ანუ ესეთი მიმართებები პირველ რიგში უფრო ახშობს რაღაც სივრცეებს იმიტომ რომ ადამიანებს დაუტოვოთ ყველას ღია კარი. რა თქმა უნდა, ხო, ან ესეთი მიმართებები მუსიკისთვის მიუღებელია, მე ესე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მუსიკა არის რაღაც შენი პრივატული თავისუფალი სივრცე, სადაც შენ იმპულსებს რაღაცნაირად გამოხატავ. როცა ეს მეორე მხარე ესე გიდგება, ხო, მე ამიტომაც აღახსენე სიტყვა ბნელი, უგემოვნო და ასე შემდეგ, ვთქვი რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ამ ტიპის მსმენელებს, ვინც გამოკითხული იყო, ასეთი მუსიკა არ მიაჩნდეს ხარისხიან მუსიკა და ეს ბუნებრივიც არის, ხო? თქვენ გნებავთ დღესდღეობით მეც ჩართული ვარ მუსიკის სფეროში. ყავს ჩემი საკუთარი ბენდი. ვიკრავთ ძირითადად პოპს, იმიტომ რომ საქართველოში ძირითადად პოპზე არის მოთხოვნა და ჩვენ მასას, როგორც ესეთ, ჩვენ მსმენელს. მაგრამ შეგვიძლია დაუკრავთ როკიც? ანუ, იცით რა არის? შეგვიძლია კი, ანუ შეიძლება მეტნაკლებად ცოტა ცუდად
თუმცაღა შეგვიძლია თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რეპეტიციაზე ეს ყველაფერი დავამუშავოთ და შემდგომ ეს ყველაფერი ხალხს მოვასმენინოთ. უკრავთ რამოდენიმე ჟანრის მუსიკას. სანკრეულ საკითხად მე ბატონ კახასაც მინდა ვეპარებით ნელ-ნელა ჯაზს, უკრავთ ბლუს, ანუ ყველა სტილის მუსიკას ვცდილობთ რომ მოვედოთ. იმიტომ რომ გვინდა რომ ხალხმაც მოგვისმინოს ყველა ჟანრში და თან რაც უფრო მეტ ჟანრს წარადგენ, მით უფრო საინტერესო იქნება მოსახლეობისათვის და რაც შეეხება ქართულ მუსიკას, ჩემი პირადი მოსაზრებაა ის, რომ ადრე დაუშვათ როცა მოღვაწეობდა სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე და სხვა მრავალი ჩვენი ვარსკვლავები ეგრეთ წოდებული, ანუ ადრე ძალიან კარგი ჰიტები იწერებოდა, რასაც ხალხი უსმენდა. თუმცაღა დროთა განვითარებასთან ერთად ჩვენი, როგორ ვთქვა, ანუ მუსიკის სფეროც გაფართოვდა. ადრე ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მოგვესმინა უცხოური ჰიტები. ეხლა ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება. შეგვიძლია მოусმინოთ უცხოური ალტერნატიული ჯაზ ბენდების დაკრულს და ძალიან მაგარი ჩანაწერები არსებობს ამ ყველაფრის YouTube-ზე. იმიტომ რომ იმათ უფრო მეტი საშუალება აქვს და იმათ უფრო მეტი ფინანსები აქვს ამისათვის. და ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, შესაბამისად ძალიან ცოტანი ვართ და ცოტანი არიან გემოვნებიანი ხალხი. ისედაც ჩვენ ეს ჩემი აზრით პრობლემა აქვს იმისი რომ ვეჭიდებით ძველ სტერეოტიპებს, ძველ მუსიკას, ჩაციკრულები ვართ იმაზე რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველაფერი ისე უნდა დარჩეს როგორც იყო. ყოფილა ანუ საქართველოში მცდელობა იმის და დღესდღეობითაც არის იმის მცდელობა და ძალიან მიხარია რომ ანუ აქტიურად მიმდინარეობს ამ ყველაფრის მცდელობა რომ რაღაცა მუსიკის განახლება მოხდეს. თუმცა ძალიან დიდი პროტესტი მოყვება ამ ყველაფრის. რემიქსებს და ასე შემდეგ. ანუ რემიქსი როგორც ესეთი მე თვითონაც არ მომწონს. უბრალოდ არ ანუ თუმცა მცდელობა ანუ იმისი რომ რაღაცა ძველი განაახლო და მოარგო დღევანდელ რეალობას ეს ძალიან დასაფასებელია. ანუ შეიძლება რომ შენი მოსაზრება გამოთქვა რომ დაუშვათ ცუდია ან არ მომწონს, თუმცა ისეთი რაღაცეები რაც ხდება ინტერნეტ სივრცეში, ტელევიზიაში, თუნდაც ჟურნალისტების მხრიდანაც, ანუ ყველანაირ როგორ ვთქვა, მისწრაფებას კლავს ხალხში იმისა რომ რაღაცა ახალი გააკეთონ. გასაგები ბატონ კახას მინდა ვკითხო თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე პირველ რიგში ძალიან საინტერესო რაღაც თქვა რომ წერდა ქმნი იმას ამ შემთხვევაში რაზეც მოთხოვნა არის. თქვენი აზრით მოთხოვნა განაპირობებს პროდუქტს თუ პროდუქტი ქმნის შემდეგ უკვე მოთხოვნის ველს? ძალიან კაი მუსიკის შემთხვევაში რა თქმა უნდა პროდუქტი ქმნის უკვე ფასონს და რა თქმა უნდა ქმნის აუდიტორიას და ქმნის უკვე სივრცეს უკვე ის რაღაცნაირად იმისავით ტალღებდება. ანუ არაფერი სულს ვერ ხედავ იმაში, როდესაც რაღაცა ბენდის ნაზარია და ჩვენ სამწუხაროდ მუსიკას საუბრისას ისევ და ისევ საუბრისას ისე პოპულარულ კულტურას უბრუნდებით, რატომაც საუბრობთ ისევ და ისევ ამ როკ თუ რაღაც სხვა ტიპის ჯგუფებზე, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ მე ამაში სულს ვერაფერს ვერ ხედავ, როდესაც მუსიკოსები და ესა თუ ის ბენდი პოზიციით ვერგოს იმ მუსიკალურ გემოვნებას ან ესე ვთქვათ მოთხოვნას. ამაში ცუდი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი უბრალოდ რაღაცა ფაზაში არ გაიყენებენ და თვითონ მუსიკისადმი სიყვარულმა ცოტა უფრო შორს თუ შეარდო ისინი და კიდევ მოახერხეს, ხო? ეს ხედი ყოველდღიურად არა აზრით რომ მეგობარმა თქვა რომ მუსიკას ქმნი ბუნებრივია იმის გამოც მათ შორის ალბათ რომ შეიძლება თქვენ სადღაც ბარში დაუკრათ და ამ მუსიკაში თქვენ აიღოთ თანხა გარკვეული რომელიც ყოველდღიურობას თქვათ გარანტირებული გაგიხდით. თუ თქვათ ისინი დაიწყებენ ექსპერიმენტებს ეს თანხა აღარ ექნებათ. მესმის მაგრამ ეს რო არის საქმე ხო აქ არის საუბარი იმაზე რომ რამდენად გადაწონის ხო ყოველთვის რისკია ნებისმიერი კაი რაღაცის კეთება ყოველთვის რისკია. როდესაც კურთხეული გაზაფხული შესრულდა პირველად ხო სკამებს ამტრევა ერთმანეთს და ნიუსკის და სტრანსკის უბრალოდ თეატრიდან გასვლა მოუწიათ ხო იგივე მოხდა მაგალითად ჯონ კეიჯის ამ რაღაცა უკვე ცნობილი ოპუსის
შესრულების დროს, ხო, 4-23-ზე. მანამდე კეიჯს ჰქონდა სერიოზული ბექგრაუნდი და ხო, მაგრამ ამ ოპუსით და მე დაკვრაზე არ არის ამაზე, ხო, საუბარი მაგაზეა, რომ ზოგადად მუსიკის იდეა არის მთლიანად სრულიად ამოგდებული და ამოყევებული, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ 4-23-ზე, როდესაც რა თქმა უნდა, თქვენ მუსიკის მოყვარული ადამიანები ძანდებით, როდესაც აი ამ რაღაც დროის განმავლობაში, ხო, ხატა მუსიკა. აბსოლუტურად, ხო, მაგრამ საქმე იმაშია და ეს წინადადება იყო კეიჯის მხრიდან, რომ ჩვენ საუბრობთ რომ ნებისმიერი საუნდი მუსიკა არის. ამის მიღება მუსიკალურ სამყაროს გაუძნელდა, მაგრამ დღესდღეობით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მე სრულიად ვეთანხმები, რომ ნებისმიერი საუნდი შეიძლება კარგად თუ იქნა ეს ორგანიზებული, აბსოლუტურად მუსიკა იყოს და დღევანდელი სურათი, მუსიკალური სურათი ხო, სადაც არ უნდა გაიხედო, ხო? სწორედ ამ საუნდების გამოყენების მეშვეობით ეს უკვე იმდენად ბუნებრივი რამე გახდა, რომ ამაში ვერაფერს ვერ წლების წინ ეს ცოტა რთული გასაგები იყო. მოდი სანამ თემას გავშლიდეთ, ვნახოთ უნივერსიტეტელი მელომანების და მუსიკოსების მოსაზრებები, თუ რას უსმენენ, რას უკრავენ ისინი და რატომ აკეთებენ ამას. ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ადრეული პერიოდიდან გაჩნდა. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როდესაც სამშობლომა მიყვანა სტუდიაში და მაშინ ძირითადად საესტრადო სიმღერებს ასრულებდი. ნამდვილად გადავხადო ჩემს მშობლებს, იმიტომ რომ მოწყალობით ვიზია არის ამ ხელოვნებას. ჩემთვის ყველაზე ახლობელი მაინც არის ფოლკლორი, ქართული ფოლკლორი. საკმაოდ დიდი ვიყავი, დაახლოებით 15-16 წლის ვიყავი, როდესაც უკვე ამ ფოლკლორული მიმართულებით გავაგრძელა მოღვაწეობა. ჩამოყალიბდა მუსიკალურ სკოლაში ანსამბლი, რომლის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, აგრეთვე სოლისტიც და შემდეგ უკვე ჩვენმა ანსამბლმა დამოუკიდებლად გააგრძელა ფუნქციონირება. საერთოდ ხშირად გაიგებთ ჩვენთან, რომ საქართველოში ყველა მღერის და სიმღერა ყველას შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ ეს ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, იმიტომ რომ შეასრულოთ ჭეშმარიტ ფოლკლორი, არ გულისხმობა ის გათანამედროვებულ ფოლკლორს, რომელსაც ძალიან ხშირად მოისმენთ ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. ნამდვილი ფოლკლორის შესრულება არის ძალიან რთული პროცესი და ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ნიშნავს ყველაფერ მრავალფეროვანს. იმისათვის რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უფრო ლაღი, მრავალფეროვანი, ამისათვის ძალიან ჭირდება ეს მუსიკა. შემოქმედებითობის წყურვილი მუდმივად მაქვს ხოლმე და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. ჩემი ინტერესი არა მხოლოდ ფოლკლორული სიმღერების სიყვარულისადმი შემოიფარგლება, არამედ კონკრეტული ინსტრუმენტებისადმით, იმიტომ რომ ძალიან მომწონს სხვადასხვა ინსტრუმენტზე განსხვავებულ ინსტრუმენტებზე დაკვრა. რომელსაც თვითონ არ აქვს მუსიკის გრძნობა, ვისაც სრულებით ვერ შეარხევს ტკბილი ჰანგები, ჩაიდენს ღალატს, გამცემლობას, ავაზაკობას, იმისი სული ბნელი არის შავღამესავით. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ასე ფიქრობდა უილიამ შექსპირი. დღეს კი 21 საუკუნეში ეს არავის უგვირს, რადგან ძალიან ბევრი დღესა თუ ღამეს აფერადებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ჰანგები. ანკარებს მიღმა კი ახალი ისტორია იწყება. ახალი ამბავი, ახალი მუსიკა, ახალი სამყარო, რომლის შესახებაც თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ. სიმღერა დავიწყე დაახლოებით სადღაც ისე 4 წელი იქნება, მეტი არა. ჩემი ეგრე ვთქვათ, სასიმღერო კარიერა დაიწყო როგორც უკვე აღნიშნა 4 წლის წინ პროექტში, ერთ-ერთ პროექტში ჩემო მეგობარმა ჩემს ნაცვლად გადააგზავნა ვიდეო. მოხდა ისე, რომ დამირეკეს
ნუ ვცადე რა, გავედი, მივედი პირველ ტურში, გადავედი მეორე ტურში, გადავედი მესამე ტურში და აღმოჩნდი პროექტში. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღტაცება და გაოცება. თავიდან დავიწყე როკით, არ ვიცი რატო გადავწყვიტა, ძალიან მომწონდა როკი, AC/DC. ოღონდ hard metal-ი როგორც ესეთი არა, ესეთი light-ი. მიყვარს ძალიან Arctic Monkeys ჯგუფი, ძალიან მომწონს, უფრო ალტერნატივას უსმენდი. მე ანუ ასე თუ ისე რომ დავიწყე უკვე სიმღერა, დავიწყე პოპის მოსმენა, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში ძირითადი მასა პოპზე ვითარდება. უსმენდი ჯაზ პლუს უფრო ცოტა რთულ რაღაცებს შევეპარე, როგორიც არის, ანუ ჯაზ ინსტრუმენტალები. ჯაზის სიმღერა ძალიან რთულია, როგორც საგნებშია მათემატიკა, ისე არის მუსიკაში ჯაზი რა. და მაგიტო ცოტა ვთხილობ, თუმცა უკვე ნელ-ნელა ვცდილობ რომ შევეპარო და მოусმინო და განვითარდე. მუსიკა არის საშუალება, რითაც მე შემიძლია გამოვხატო ჩემი ემოციები. ძალიან მეხმარება ჩემი ემოციების გადმოცემაში მუსიკა და მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იმღერო, თუ შენი გული და სული და ემოციები არ ჩადი ამ ყველაფერში, არაფერი არ გახდება. კი ბატონო, ჩვენ ნახეთ სიუჟეტი ამ შემთხვევაში იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც თქვათ მოღვაწეობენ მუსიკაში. თქვენ როგორ ფიქრობთ? არის დღეს მაგალითად რესურსი თქვენივე უნივერსიტეტში ამის კეთების? რაც შეეხება აღნიშნულ კითხვას. უნივერსიტეტში ნამდვილად არის ამის რესურსი, მაგრამ იცით რა არის, მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც კონკრეტულად მაგალითად გიტარაზე უკრავს ან სხვადასხვა საშუალებებზე, ინსტრუმენტებზე, მაგრამ სხვა პრობლემას აწყდებიან. რაღაც პერიოდში პირველ კურსზე მეც დავაწყდი იგივე პრობლემას, გიტარაზე უკრავ და ნუ ჩემთვის ოღონდ პრიორიტეტული მაშინ ყოველ შემთხვევაში იყო heavy metal-ი და thrash metal-ი. და უკრავდი ამ ჟანრის მუსიკას. აკრძალულია. არა, აკრძალული ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტა უფრო რთულად მოიძებნება იგივე ჟანრის მუსიკოსები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვიტყვი, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული მუსიკოსი ძალიან ესეთი რთული რთულად სათქმელია ვინმეზე რომ თქვა ჩამოყალიბებული მუსიკოსია, მით უმეტეს სტუდენტზე, რომელსაც საწყისი შეიძლება კონდეს უნივერსიტეტიდან, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. და მეც წავაწყდი იგივე პრობლემას, ანუ ვერ ვნახე ადამიანები და პლუს ამას ვერ დავინახე ქართულ საზოგადოებაში. ის რომ ვინმეს დავაინტერესებდი ჩემი მიერ შექმნილი მუსიკით. და როგორ მოიქცეთ? შევეშვი, ამაზე ფიქრს შევეშვი ზოგადად, გადავწყვიტე რომ არ მიღირდა ამ კუთხით წასვლა, არც ესე, ანუ ფართო საზოგადოებაში გამომიტანა ჩემი შექმნილი მუსიკა რაღაც. და აქედან გამომდინარე ზოგადად ხაზი გადაუსვი ამ თემას. თქვენი სულების რეპრესია მოახდინეთ და საითკენ წარმართეთ? ანუ მე ვარ მსმენელი მუსიკის. ძალიან მიყვარს მუსიკა, ანუ მაგის გარშე არ შემიძლია, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკრავ, ასევე 6 წლები მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოსი და ორი ინსტრუმენტზე დაკვრა შემიძლია. ნუ ადრე უკეთესად შემეძლო სიმღერაც, პლუს ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზი გადაუსვი ამას და ვერ დავინახე განვითარება ჩემი თავის ქართულ საზოგადოებაში ზემოაღნიშნულ ჟანრებში, რაც ვთქვი, thrash metal-ი, heavy metal-ი. უფრო ამ კუთხით მინდოდა ჩემი. ნუ თქვენ დაახლოებით იგივე თქვით, რაც გოგონამ აღნიშნა, ოღონდ ცოტა სხვა რაკურსით, რომ თქვენ შეწყვიტეთ, ნუ თუ თქვათ წინა შემთხვევაში ეს იყო კონკრეტულ სხვა ჟანრზე გადასვლა, იმიტომ რომ თქვათ რეციპიენტი, ანუ აღმქმელი ამ ყველაფრის, თქვათ უფრო მეტი იქ მოიძებებოდა, თქვენ საერთოდ შეწყვიტეთ ეს ამბავი, ხო? კი, შევწყვიტე და იქიდან გამომდინარე, რომ მე მაგალითად ნამდვილად არ მაქვს სურვილი შევასრულო სხვა ჟანრის მუსიკა, როდესაც აქცენტი მაქვს გაკეთებული, რაც გითხარით, თქვენ ეს პროცესი მაშინ როგორ უნდა მოიქცეს მუსიკოსი? თუ თქვათ
მის მიერ მიწოდებულ ვთქვათ კონკრეტულ პროდუქციაზე მუსიკალურზე საერთოდ არ არის პასუხი. არა, ეს როგორ არის? მე არ ვიცი ამ კონკრეტულ მე მგონია რომ თუ ადამიანს აქვს ეს მასში დევს ის რომ ეს მუსიკოსი უნდა გახდეს და მუსიკა პირველ რიგში ეს იდეებია. ეს არის აკუსტიკური იდეები და ახლა თქვენ მოგვიყვეთ რაღაც ინსტრუმენტის ფლობა აუცილებელია იმისთვის რომ შეიძლება მოხდეს ეს ძალიან თulis სასაუბროა ყველაფერს ერთად ფორმატში. მაგრამ პირველად რა თქმა უნდა მე ესმის ის რომ ვიღაცებმა შეიძლება დაიწყონ რაღაცებმა ხელი შეუშალონ ну, ვიღაცები თავის საბრალებენ, ვიღაცები რაღაცა სხვა საბრალებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე რასაც ხვდები ნებისმიერი ვიშიც დევს რაღაცას ეს არც ვიცი რა ვარ ფორმასა ეს ძარღვე მუსიკოსის და მე ესეთებს ძალიან ვცნობ ახალგაზრდებს ისინი აგზელებენ მუსიკის დაკვრას ამის ძალიან კაი მაგალითია მაგალითად კონსერვატორიის რექტორი ახალგაზრდა ბიჭების რომელთაც თემი კვირაში ბაზარში გადავიან იმიტომ რომ სურათის რაღაცა მუსიკალური გააჩინონ და რას გააჩინონ და რას თავარი ამ დროს ისინი მსმენელი მათ ყავთ ძალიან პატარა ესეთი არც ესეთი რადიოსხონი მსმენელი მაგრამ უნდა საინტერესო ეს არის რომ ესენი აი ამ რაღაცა პატარ-პატარა კონცეპტების მეშვეობით ერთმანეთსაც ზდიან და თვითონაც იზრდებიან იმიტომ რომ ამ ტიპის მუსიკა ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ჯაზებს საუბრობთ ხო მე და ახლა ახსენე მხოლოდ დიალოგშია შესაძლებელი. მე ვიცი ახალგაზრდები რომლებიც დილდაღამე სახში ზიან უკრავენ დიდ ტექნიკურ რაღაცა ბოლოსთან, მაგრამ როგორც კი სცენაზე დგებენ, რაღაცა უცებად ეკეტებათ და აი უბრალოდ ხმას ვერ იღებენ, ხო? იმიტომ რომ შიში აქვს იმის რომ რაღაცა თქვა, ან არაფერი არ აქვს სათქმელი. ახლა თქვენ გძანეთ ხო მეტალი საოცრად ესეთი ძალიან ესეთი ბევრს ისეთი წარმოდგენა აქვს ვიზუალურად ვინაიდან ის მუსიკოსები რომელებიც მეტალს უკრავენ და ყველა თელი შლეიფი რაც ამ მუსიკას მოყვება ხო ბევრისთვის შეიძლება მიუღებელია მაგრამ ისინი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მუსიკოსები არიან თანამედროვე სცენაზე ეს არის რაც ვიცი როგორ აღწევენ ამიტომეს რა ამ ყველაფერს როგორც ინსტრუმენტალისტები ხო მაგრამ მე ვიცი რომ არსებობენ ბენდები რომლებიც აი ჩვენთანაც ახლა ტელევიზორშიც არის ბენდები რომელიც მეტალს უკრავს რომელიც ესეთი არიან ჩასრულები და მე ნახარობს ხოლმე ძალიან კარგია ესენი მიმოფანტულები არიან ნაწილი ბათუმში ნაწილი ქუთაისში ნაწილი თბილისში უბრალოდ მე აქ ვერავის ვერ დავაბრალებ და საერთოდ მუსიკასთან მიმართებაში ეს მე არ მშვენია მაგრამ ეს კომპლექსური პრობლემა არის, იმიტომ რომ თქვა იგივე რატომ არ უსმენთ ქართულ სიმღერებს, რომელ ქართულ სიმღერებია საუბარი, ან რატომ ქართული მუსიკა კრიზისის მდგომარეობაში ჩემს სრულად გამარჯვებულია, იმიტომ რომ ვერ გავიგე რომელ მუსიკაზე საუბრობთ, ხო? ეს კითხვაც მქონდა, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, თუ კი არა, გავაგრძელოთ და მე სტუდენტს. აი, თუ თქვენ გაქვთ, თქვენ რეპლიკად ცხადია შესაძლებელი. მინდოდა. უბრალოდ მაგალითად რომ ავიღოთ ძალიან ნიჭიერი და ვიტყოდი ბევრისთვის უცნობი მუსიკოსი ქართველი, ძალიან მაგარი გიტარისტი და რავი, აი საქართველოში თუ კი ვინმე ყოფილა, ალბათ ჩემთვის ნომერ პირველი არის კაკო ვაშალომიძე. მაგრამ ეს ადამიანი რომ ყოფილიყო საზღვარგარეთ და ეს ადამიანი რომ ყოფილიყო ან ბრიტანეთში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქნებოდა სუპერ ვარსკვლავი. იქიდან გამომდინარე რომ საოცარი ტექნიკა აქვს უბრალოდ ამ ადამიანს და აი რაღაც საოცრებებს აკეთებს და ამას აკეთებს ძალიან პატარა ასაკიდან ძველი ვიდეოებიც არის შემორჩენილი და მაშინ ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის ძალიან ცნობადი ადამიანები რომ არიყვნენ აი მაგალითად გილმურიც კი არისო ისე შემოსული მუსიკაში როდესაც ეს ადამიანი სადღაც 17 წლის ასაკში რაღაც საოცრებებს უკრავდა და სწორედ ეგ არის პრობლემა რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია რაღაც დონეზე ანუ ვერ იღებს საზოგადოება პროდუქტს რასაც ქმნიდა ეს ადამიანი კონკრეტულ შემთხვევაზე რომ თორე აი მაგალითად იყო ადრე ჩემთვის რავი კარგი სიმღერა იყო ლამაზი დღე გიგა აგლაძის ალბათ ყველას გახსოვს ნუ კარგი მოსმენი სიმღერა კი ნუ ბევრ ადამიანს უყვარდა ძალიან
ასევე შედარებით უცნობი ჯგუფი წერილი შედარებით ხას უსვამს ეხლა კი და არის რამდენიმე სიმღერა ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია მაგრამ აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით რომ საზოგადოება ამ ჟანრის მუსიკას დიდად არ უსმენს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, რომ სხვა მხრივ ცხადია, ჩვენ საუბრობთ ზოგადად სიმპტომზე, ამ მიმართულებით თუ კი არ გედავებით ან არა. ხო, ანუ სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ისე არ გამიგეთებია, რომ ესე ხაზი გადაუსვი პირდაპირ და მორჩა. ანუ მე დავფიქრდი, განვიხილე რაღაც შემთხვევები, რაც კი მომხდარა აქამდე და ჩავთვალე, რომ ქართულ საზოგადოებაში რომ შემექმნა პროდუქტი heavy metal-ის ჟანრის, ან thrash metal-ის ჟანრის. ნებოდით განწირული. კი, ანუ მე წარმატებას ვერ მივაღწევდი ამ ყველაფრით და სწორედ ეგ არის რომ აი მე ვთქვათ ბევრ მუსიკას უსმენ, ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკას უსმენ, მაგრამ კონკრეტულ ჟანრში მინდოდა რაღაც ის. მე სრულიად გასაგებია თქვენი მოსაზრება. თქვენს მეგობარსაც მოусმინოთ, გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა. თქვენ შეკითხვას მინდა გამოვეხმაო, რომ იძლევა თუ არა უნივერსიტეტი განვითარების საშუალებას ამ კუთხით. უპირველეს ყოვლისა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანი მოდობებულია და თუ აქვს რაღაცა მიზნად დასახულის, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და განსაკუთრებით ჩვენს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღურად გვიწევს პროფესიონალებთან მუშაობა და ამიტომ არ ვიცი, ყოველ წამს არიან მზად რომ დაგვეხმარონ, გვიპასუხონ, რაიმე თუ შეუძლიათ დაგვიდნენ გვერდში. რაც შეეხება იმ თემას თუ რატომ არ უსმენს ქართველი ახალგაზრდები ქართულ მუსიკას, აქ ნუ გავატარებთ ქართულ შემსრულებელს კრიტიკის ქარცეცხლში, იმიტომ რომ რაღაც სტერეოტიპია, რომ თითქოს საქართველოში არ იქმნება ხარისხიანი მუსიკა. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი ძმა უსმენდა ქართულ რეპს. და მითხრა რომ მოდი აბა მოусმინეო და რომელ რეპს უსმენ აქაც ისე არის ის და ვესწავლე თბილისურს თუ ქუთაისურს არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ უსმენდა ფულას ეს ვიცი ზუსტად და როდესაც მითხრა რომ მოდი მოусმინეო ვთქარ რომ არა თქო რაღაცა ძალიან ისე თითქოს შეურაცხყოფად მივიღე რომ აი ქართულ მუსიკას და შემდეგ მოусმინე რაღაც მესმოდა და მივხვდი რომ არ არის ეს დასაფიქრებელია რაღაცეები იქ და არ არის ესე ის რომ აი ქართულია არ უნდა მოусმინო ესე არ უნდა თქვა და ქართველებში სტერეოტიპია რომ არ უნდა აი არ არის რაღაც თითქოს გემოვნებია ესმის რასაც ამ დიახ და ფიქრობ იმის გარდა რომ მით უმეტეს ამას ემატება ის ფაქტიც რომ ფინანსურად გვიჭირს ხო ქართველებს აი მუსიკალურ სფეროშიც განსაკუთრებით გვიჭირს ეს ორი ფაქტორი რომ ერთმანეთს რაღაც დააჯამო გამოდის ის რომ ქართული მუსიკა არის უგემოვნო და ნუ სულ ესეც არ არის ვერ გასაგებია რახან ქართულ მუსიკაზე ვსაუბრობთ მოდი ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია ქართული და არა მხოლოდ ქართული მუსიკის ირგვლივ სოფლიოს უდიდესი საკონცერტო დარბაზებიდან ყანჩელის შემოქმედებამ 11 ნოემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადმოინაცვლა, სადაც უამრავ სტუდენტს მიეცა საშუალება მოესმინა საყვარელი კომპოზიტორის სიმფონიები. საღამოს ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობა გახლდათ. რთულია გია ყანჩელის მუსიკა ადამიანს არ მოსწონდეს მიუხედავად იმისა სხვადასხვა ჟანრის მიმდევარია თუ სხვადასხვა სახის გემოვნება გააჩნია გია ყანჩელი მოსწონს ყველას იმიტომ რომ ამ ადამიანის მუსიკა არა მარტო მოსმენადი არამედ სუში წვდება ხოლმე ადამიანს და ყველა ის განსთა რომელიც შესაძლოა დაებადოს ადამიანს ამ მუსიკის მოსმენის დროს ჩნდება ხოლმე ადამიანში ალბათ სიმბოლურიცაა რომ საღამო გაიხსნა გია ყანჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიის, დიქსის ნიუ-იორკში შესრულების ვიდეო ჩანაწერის ჩვენებით. როდესაც ჩავაბარე კონსერვატორიაში, ძალიან მოკლე პერიოდის მერე აღმოჩნდი იმ ჩემი მეგობრების წრეში, რომლებმაც იერ მაინცუდეს მე თვითონ მომინდა ალბათ მათთან მეგობრობის შედეგად დამეწყო მუსიკის სიმფონიურ ჟანრში. მოწვეულმა სტუმრებმა კონცერტი სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ გამართეს. საღამოზე ძირითადად თეატრისა და კინოფილმებისთვის შექმნილი გია ყანჩელის მუსიკა აჟღერდა. გენიოსი ეს არის სიტყვა რომელიც დომინირებდა გია ყანჩელის დახასიათებისას.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა კომპოზიტორს მობრძანებისთვის და იგი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. ალბათ უნიკალური შესაძლებლობა არის ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებული ესეთი არჩეული ადამიანი არის, რომელსაც ფართოდ გაიტანა საქართველოს სახელი მსოფლიოში და მართლაც ეს არის ფენომენალური პოპულარული ბატონი გია ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მუსიკას გაფასებენ და იციან. სამწუხაროა ის უნივერსიტეტისთვის, რომ მუსიკის პროფილი გასწავლობდა ჩვენთან, დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი და ამ მხრივ გახდა კურსდამთავრებული უნივერსიტეტი 1963 წელს მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო პერიოდი არის 2 ამის გამო. ბატონი გადავიდა შემდეგ კონსერვატორიაში და გააგრძელა თავის მოღვაწეობა და მე გავშდი ამ ქვეყანაზე 60 წელს. ეს მინდა დიდი სიამოვნებით გადავწე ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში. ეს არის უნივერსიტეტის დიდი მედალი და დააჯილდოვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გია ყანჩელი. დიდი მადლობა. ის რომ დარბაზი გადაჭედილი იყო სტუდენტებით, მეტყოლებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს მოსწონთ გია ყანჩელის მუსიკა და ეს დამშვიდების საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. რადგან ზოგადად ახალგაზრდებში მუსიკალური გემოვნების საკითხი ბევრს აღელვებს. რა თაობა მოდის, რა მუსიკას უსმენენ და რით საზრდოობენ. ამ კუთხით ერთგვარ შეფასებებს ჩვენი მუსიკოსები აკეთებენ. მე მგონია, რომ ეს ბავშვობის ასაკიდან ხდება, სწორი გემოვნების, კარგი გემოვნების ჩამოყალიბება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, ეს გარკვეულწილად არის ოჯახზე, მშობლებზე დამოკიდებული, რა მუსიკაა მათთვის პრიორიტეტი და თავისთავად აზიარებენ მერე თავის შვილებს. ან გარემო, რომელშიც მერე ბავშვი ხდება და მერე იქ ეზიარება ხოლმე მუსიკას. ეს არის მეგობრები, კლასი, ეზო და ასე შემდეგ. სამეგობრო წრე. აი მერე უკვე ბავშვი თვითონ წყვეტს რა გემოვნების მუსიკას ირჩევს, მაგრამ დღევანდელი საღამოს მიხედვით ვიტყოდი, რომ არ გვაქვს სავალალო მდგომარეობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ყავს, რომელიც შესანიშნავი მონაცემებით არის აღჭურვილი, მაგრამ არ შეუძლია ქართული სიმღერა, ქართულად სიმღერა და ეს ჩემთვის პრობლემაა. მე ვთვლი, რომ ადამიანს რაც მეტი აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რაც მეტი აქვს საშუალება სხვადასხვა ენაზე სიმღერისა, ეს მხოლოდ მისასალმებელი და კარგია, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოში ასეთი ფოლკლორის, ასეთი თუნდაც პროფესიული მუსიკის მქონე ერისთვის ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ახალგაზრდობა თავის ენაზე არ მღერის, ვერ მღერის და ჩემის აზრით აი ეს არის სწორედ პრობლემა, რომელიც მე იმედი მაქვს, რომ მალე გამოსწორდება, იმიტომ რომ მე ვხედავ ტენდენციას, როგორ პატარა ბავშვები ეუფლებიან ახლა ქართულ ხალხურ სიმღერას, ისევ ძალიან პოპულარული გახდა ანსამბლები, ისევ პატარა გოგო-ბიჭები მიდიან და სერიოზულად სწავლობენ ქართულ სიმღერას და აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი თაობები ამას ბევრად უფრო თხილად მოეკიდებიან. ჩვენ ახლა ვნახეთ სიუჟეტი, რომლის თქვათ ძირითად ნაწილში ცხადი გახდა ის, რაც ისედა ცხადი იყო, ბატონ გია ყანჩელს ყავს უამრავი თაყვანისმცემელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველ მუსიკოსებს ზოგიერთ მათგანს ბუნებრივია ბევრი მსმენელი ყავს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ეყოლება. ამავდროულად მოვისმინეთ მოსაზრებები, რომელიც
ძირითადად ნაკარნახევი იყო იმ მდგომარეობიდან, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში ხედავთ ზოგიერთ ტელეშოუში, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება იმ სიმღერებზე, ქავერებზე, თქვათ, ინტერპრეტაციებზე, რომელიც ანგლოსაქსონური კულტურიდან მოდის. ეს მოსაზრება ცხადია, ვიღაცისთვის იქნება მისაღები, მაგრამ ვიღაცისთვის იქნება სადაო იმ ბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება ვინმე თქვას, რომ თქვათ, რატომ შეიძლება დაუწესოთ ხელოვნური საზღვრები მუსიკოსებს, როდესაც მუსიკა არის საერთაშორისო ენა. აი ამასთან თუმცა მეორე მხრივ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ასე ხომ ჩვენი ეთნიკური, თქვათ, ძიებები, თვითმყოფადობის სურვილი არ განვითარდება. აი სად გადის აქ საზღვარი და როგორ შეიძლება თქვათ ეს სივრცეები? ეცილით დავიწყებდი. დიახ. უფლებას მომცემ ბატონი გია ყანჩელით. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვიყვარს ბატონი გია ყანჩელის მუსიკა. მე ამასთანავ ესეთი გამოკვლევა ჩავატარებ თვის განმავლობაში ერთ თვეზე მეტი. ჩვენ აცნობებს, მეგობრებს. უსვამდი ერთ მარტივ შეკითხვას. რა გაქვს მოსმენელი გია ყანჩელის? მე გამოცდილ მსმენელებსაც. ალბათ უფრო საუნდტრეკი. აღმოჩნდა რომ 100-დან 100 მსმენელს მოსმენელი აქვს მხოლოდ ის მუსიკა, რომელიც დაამახსოვრდა კინოდან, რომელიც დაამახსოვრდა თეატრიდან, ასე შემდეგ. და ეს ძალიან უკვე როგორ შეიძლება გია ყანჩელს ოდნავ უკან წევს, ვინაიდან გია ყანჩელის მთავარი ღირებულება არის ისი სიმფონიური ოპუსები. სწორედ აქ ჩანს ის თუ რამდენად შორს მოახერხა ბატონმა გიამ ზოგადად ქართული მუსიკალური საზღვრების მთლიანად გაწევა და გაფართოება. ძირითადად რა თქმა უნდა სიმფონიები. მე ყველას ურჩევდი რომ გია ყანჩელის მოსმენა და მისი მუსიკის მოსმენა, მისი სიმფონიებით დაეწყო და არავითარ შემთხვევაში მისი კინომუსიკით, რომელსაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდი არ არის, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ამ მუსიკის მეშვეობით ბატონი გია პოპულარული გახდა და ალბათ სწორედ აქედანაც რომ ისა რაღაცა შეხვედრებს ამდენი ხალხი ესწრება, მაგრამ აქ არის რაღაცა გარკვეული ეს ხარვეზი, ჩემი აზრით, რომელიც ძალიან აძნელებს გია ყანჩელის მუსიკასთან მიახლოებას, ვინაიდან როგორც კი ამ მუსიკასთან ახლოს მიდიხარ იმავე წუთში ხვდები თუ რას ნიშნავს, როდესაც კომპოზიტორი კარგად შესწავლილ ფესვებს იყენებს თავის მუსიკაში. ეს მარტო გია ყანჩელს არ ეხება, ეს ეხება ძალიან ბევრ ქართულ კომპოზიტორს და სწორედ უცნაურია, რომ სწორედ აკადემიურ იდიომში მოხდა აი იმ მუსიკალური ფესვების დამუშავება, ტრანსფორმირება, რომელიც შეიძლება ჯაზს უნდა გაეკეთებინა. ნუ ჩვენთან ჯაზი ცოტა რთული პოზიცია არის, მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ჩვენ სამი მუსიკოსი გვყავს, რომელიც უკვე საერთაშორისო სცენაზეა გასული და ბექა სტენლი კლარკთან უკრავს, ტერეზ ბლაშერთან დაუკრავს ცოტა ხანში, მაინც ჯაზს ნებისმიერი აი ესეთი დასავლური მიმდინარეობები, ხო, ქართული როკის ისტორია, ქართული ჯაზის ისტორია ძალიან სპეციფიურია და ამაზე ჩვენ სამწუხაროდ ბევრს ვერ ვისაუბრებთ. ზოგადად ქართულ მუსიკაზე საუბრის დროს პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ტრადიციები, რომელიც არსებობს და რომელიც ძალიან მდიდარია და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და მე ვეთანხმები აქ ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ რომელსაც რაღაცა უცნაური ესეთი რაღაცა სამუზეუმო ფორმა მისცეს თავის დროზე, ათწლეულობის განმავლობაში, ეს ყველაფერი ხელშეუხებელი დარჩა, ამას ყველაფერს ტაბუ დაედო, რომ არავითარ შემთხვევაში შენ ამას ხელს არ მოკიდებ, შენ ამას იმღერებ ან შეასრულებ ზუსტად იმ ჩარჩოებში, რაც ჩარჩოებშიაც ამას ტრადიცია გთავაზობს და ესე მოხდა ამ რაღაცა ქართული მუსიკალური მდგომარეობის დაკნინება, დაკონსერვება და ის ვერ გადმოედინა უკვე იმ ფორმებში, იმ თანამედროვე ფორმებში, უბრალოდ რა თქმა უნდა დროის განმავლობაში ეს მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრ მუსიკოს ეშლება, როდესაც ის ამბობს, რომ რას ლაპარაკობ კაცო, მე ქართული მუსიკალურ ფორმებს ხმარობ. იმ დროს როდესაც ეს არის პატარა ნაგლეჯები ამოღებული, უბრალოდ ხელშეუხებელი ჩასმული, იმიტომ რომ ეს რაღაც ცნობადობის ის გაზარდოს, მაგრამ ეს არ არის თვითონ მუსიკალური ქსოვლის შესწავლის შედეგად მიღებული რაღაცა მუსიკალური მდგომარეობა. იგივე შეიძლება ითქვას აი ამ ტელეშოუების. ისეთ რა, ტელეშოუების მე ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ამ ანგლო-საქსონურმა სივრცემ გააჩინა რაღაცა გარკვეული წიგნის სტანდარტების, ხო, ისევე როგორც ჯაზში, ასევე როკში არის.
რომლის მიხედვითაც აი სწორედ მომღერლის სტანდარტი იზომება რა. ეს ისე რომ აქ მე ვერაფერს სულს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს ის სტანდარტებია, რომელსაც ღერიან იმაში იაპონიაში, რომელსაც ღერიან აფრიკაში, რომელსაც ღერიან სკანდინავიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელთაც მორჩა. ეგ არის და ეხა ვინაიდან ისევ და ისევ მათი სტრუქტურა, შლაგერის სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ მარტივია, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა შეუძლია ამა თუ იმ მუსიკოს თუ ამა თუ იმ მომღერალს და ამაში რა თქმა უნდა, ამაში მე საბოლოო ჯამში ჩვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მარტო ბუნებრივია ყველა იმ თემასაც ასე შევეხეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ შოთა ნამორაძე. მადლობა მოწვევისთვის. ნუ რაც შეეხება ამ ფაქტს, ზოგადად ჩვენი პროექტები საქართველოში რაც არის, აქ ნუ მე რამდენადაც ვიცი, რამდენადაც მაქვს რაღაცეები მოსმენილი, თუნდაც კონკურსანტებიდან და ასე შემდეგ. ანუ რატომ ღერიან, თქვათ, უცხოურ სიმღერებს და არა ქართულს. აქ უკვე თვითონ საზოგადოებაზეც არის, იცი, მე კონკურსანტი თუ ვარ, მე მაქვს იქ რამოდენიმე სიმღერა. ამ რამოდენიმე სიმღერიდან მირჩევენ ერთს, რაც უნდა ვიმღეროთ, კასტინგზე ასე ვთქვათ რა. და ამიტომ არის, რომ მე საბოლოო ჯამში მაინც ისე ხდება, რომ გამოდის მართლა ერთი რაღაც. ეს არის ფაქტი, რომელიც ხდება, მაგრამ თქვენი აზრით ეს კარგია თუ ცუდი? არა, ცუდი ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ ხა ნუ არის რაღაცა კონკურსები, ნუ ყოველ შემთხვევაში იყო ჩვენთან, სადაც იყო კონკრეტული ჟანრები. დღეს არის ქართული ფოლკის ჯაზის, ფოლკის ტური სიტყვაზე და ასე შემდეგ რა. ეს ძალიან კაია, მე ვფიქრობ, არა აქვს მნიშვნელობა მე რაც მომწონს სიტყვაზე, მე რო კონკურსში გავიდე, აუცილებლად ვიმღერებ რამე ისეც რაც ყველაზე ახლოს არის ჩემთან. მუსიკოსი ასე ვთქვათ, კი, ანუ ჯერჯერობით ვსწავლობ და ვუკრავ, მაგრამ როგორც ასეთ ჩამოყალიბებულ მუსიკოსი ჯერ არ ვარ, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა ვიზრდები, ასე ვთქვათ რა და არ მინდა რომ ეს შევწყვიტო. ძალიან დიდი მადლობა, მე ბოლო კითხვა მექნება შემაჯამებელი, ბუნებრივია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ცხადია მაინც პატარა კონკრეტიზაციას მოვითხოთ, ჩვენ ლაპარაკობთ ზოგადად მუსიკაზე ახალგაზრდებთან დაკავშირებით, თუ რას უსმენდნენ და საბოლოოდ გამოიკვეთა მეტნაკლებად აზრი, რომ კარგია მოусმინოთ ყველაფერს, მაგრამ არსებობს მაშინ ცნება, მე მესმის რომ არსებობს ცნება უგემოვნო მუსიკა, კი ბატონო, იმიტომ რომ ყველა ჟანრში შეიძლება შეიქმნას უგემოვნო, არსებობს ცნება უგემოვნო ჟანრი. არა, რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა. ნებისმიერ ჟანრში არსებობს კაი მუსიკა და არსებობს ცუდი მუსიკა. ჯუგ ელინგტონის სწორი იყო. მე არაფერი არ არსებობს აბსოლუტურად. უბრალოდ უნდა ნახო, მე ისევ გავიმეორებ, რომ ძალისხმევა ძალიან ბევრს ნიშნავს, ვინაიდან მუსიკასთან მიახლოება აგრეთვე იმ მუსიკასთან, რომელიც შენ ადრე არ მოგწონდა, ხო, თქვათ მაგალითად ისეთი ტიპის როგორც არის იმას, რასაც ამერიკანას ეძახიან, ხო, თქვათ მაგალითად ბაიბლ ბელთის შტატების მუსიკა, ჰილბილი, ასე შემდეგ, რომელიც ერთი 30 წლის წინ რო გეთქვა, რომ ამას მოусმინო, შეიძლება რაღაც თავში ჩამერყვა რაღაცა, მაგრამ მე ხვდები ნელ-ნელა, ამას მოყვება შენი გამოცდილება, როგორც მსმენელი, შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ასე შემდეგ, იმიტომ რომ მუსიკა სავსეა, სწორედ აი ესეთი რაღაცები და ის მუსიკა, რაც შენზე ძალიან მოქმედებს, ყოველთვის არის რაღაცა ნაწილი იმ ადამიანის გამოვლილი გზის და ყველა ვარიანტში ყველა კაი მუსიკა ასე არის, ხო? თუ რა თქმა უნდა ის მართლაც ისეთი ხელდასმულივით არ არის და უცებად არ ფეთქდება. ნუ ესეთები თითებზე ჩამოსათვლელი არიან და ვინც მართლა რაღაცა თითქოს ვიღაცამ ხელი დაადო თავზე და უცებადად დაიწყეს მუსიკოსობა. მე მაგალითად ბეკა გოჩიაშვილი ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მათგანია, რომელსაც ეხლა ელემენტარულად ჭირდება რომ იცხოვროს იმისთვის რომ ეს ნაცხოვრები მუსიკაში შეაგდოს და ნუ სრულიად დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მაღლა მიიღოს, რა თქმა უნდა. ისე რომ არანაირი ჟანრი, ისეთი მიუღებელი, არანაირი უგემოვნო ჟანრი პირადად ჩემთვის არ არსებობს. შესაბამისად მე ასე მგონია, ჩემი აზრი ასეთია რომ მუსიკა ძალიან ბევრს გიბრუნებს და რაც თავარია მუსიკის ყურადღებით სმენა გიბიძგებს და გაგდებს უკვე იმ რეალობისკენ, რომელშია ცხოვრობ და შენ იწყებ უშუალოდ უკვე შენ გარშემო მყოფების და რაც თავარია შენ გარშემო საუნდების სმენას და ეს უკვე კიდევ ცალკე მადლობის სათმელია, ვინაიდან მუსიკა რო არ ყოფილიყო, ამას ელემენტარულად ვერ მოახერხებდი და უცებადად იწყებ აი ესეთი რაღაცების დამუღრმობას, როგორც არის თქვათ, უცებ ფანტელები მაგალითად შუშაზე ეცემა ვთქვათ, ხო? მაგალითად ამ ეს ყველაფერს დრო ჭირდება იმისთვის, რომ ამის სმენაც დაიწყო. და ეს ყველაფერი ან აქედან იწყებ მუსიკისგან მიდიხარ, ან კიდე მუსიკისგან იწყებ და კი ბატონო, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი დრო და ახლა გადაცემა დასრულდება, მაგრამ
სტუდენტებს და არა მარტო მათ შეუძლიათ ჩართონ მუსიკა და უსმინონ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე შეგახსენეთ, რომ გაცემა უნივერსია იყო ეთერში, ჩემი სტუმარი ბატონი კახათო ლორდავა გახლდათ სტუდენტებთან ერთად. ჩვენ დავბრუნდებით ერთი კვირის შემდეგ.